უფრო მეტად ტექნიკის ხარჯზე ცდილობს გამარჯვების მოპოვებას. ზუსტად. კლინჩაც არ ერიდება, ფოსაჭირო არ კლინჩავება ადამიანს და როგორი ველური დასაწყისია. აი, არაფერს არ იშურებს ბოკელავაძე. რატომ და ბოკელავაძეს ძალა არის ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა სლავას აქ უპირატესობა წვდომში რაც უნდა გამოიყენოს. ის არ უნდა დაუწყოთ, ეს 5 რაუნდიანი ბრძოლა არის. და ისე არ უნდა გამოვიდეს ბოკელავაძეს ახლა რა მთელი ენერგია პირველ რაუნდებში შეახარჯოს. რა თქმა უნდა, სლავასთვის ყველაზე იდეალური სცენარი ალბათ იქნება, რომ მან გაწევოს რაუნდები, რადგან ძალისმიერ მებრძოლებისთვის უფრო მეტად ძირითადად რთულდება, რომ შეინარჩუნონ იგივე ტემპი, როდესაც გადადიან შემდეგ რაუნდებში. სლავასის ტიპიურად ალბათ ყველაზე ნაკლებად აქტიური რაუნდი პირველი რაუნდი იქნება. სლავას გეგმა ზუსტად ეს უნდა იყოს, რომ შეეცადოს, რომ პირველი რაუნდი ძალიან პასიური გახადოს. აი დისტანციაზე წასვლას კიდევ ყოველ წამს არცილობს რომ დაუდგეს ბოკელავაძეს. და როგორც ვამბობ, კლინჩი იცის, სუთავიდან კლინჩით იბრძოდა, არ ერიდება. იმის მიუხედავად რომ მაღალია. კლინჩი ჯობნის კიდეც აყუდებს საბურავებზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს მისთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. კი, სლავასთვის ახლოში არ უშვებს და კი ბატონი არ აძლევს მოქმედის საშუალებას ბოკელავაძეს. ახლა ბოკელავაძეს უცნაური ძალა აქვს, თვითონ მთელი ძალითაც არ იქნოს და ძიმე ხელები აქვს. მთელი ძალითაც არ იქნოს და ისე შეუძლია ადამიანის დაგდება. ისე მეორე გასვლა კაი აპერკოტი გაუტარა ბოკელავაძემ, ძალაობენ დააყოლა უბრალოდ და ისევ სლავამ დააჭიმა ბოკელავაძე საბურავებზე და ესაა მისი გეგმა ჩემი აზრით. ზუსტად ესაა მისი